ქართული ოცნების გრეგორი სამზა. ირაკლი კობახიძის მეტამორფოზა. აი ირაკლი კობახიძე, როგორც პოლიტიკური მეტამორფოზა. თავის დროზე სპორტული ჟურნალისტი, კარგი იურისტი, რომელმაც მოაწყო ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა. ახალი კონსტიტუცია ფაქტობრივად მისი რედაქციაა. ითვლებოდა ერთ-ერთ წარმატებულ ახალგაზრდად და ბიძინა ივანიშვილის ხელში დღეს ეს ადამიანი უპირისპირდება სპორტულ საზოგადოებას და გულშემატკივრებს და ეროვნული ნაკრები, რომელიც ჩვენთვის სიამაყე იყო, პარტიულ უჯრედად აქცია და პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა. დაპირდა ჩვენს თანამოქალაქეებს სტადიონს ავაშენებთ და ლიგას უმასპინძლებთ, ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებთ და მოატყუა განაცხადის არ შეუტანია, სტადიონსაც არ აშენებს. ხო, და როგორც იურისტი ბიძინა ივანიშვილმა გააფარჯაკა. და დღეს ეს ადამიანი ლაფატკაზე აი ბოლო წუთებს ითვლის და ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ კაცი წავიდა რომის პაპს უნდა შეხვდეს, პოლიტიკური განცხადება უნდა გააკეთოს და იმედი სამთავრობო ტელევიზია მას უსვამს შეკითხვას. რომ გააკეთეთ განცხადება განათლების მინისტრის აი ამ დაანონსებული გამოცდების შესახებ. რომ ქართული ენის შესახებ უნდა ჩავატაროთ გამოცდები და რა გამოცდები? ანუ ეს რას ნიშნავდა? ეს ნიშნავს იმას, რომ კი აი ეს პოლიტიკური მეტამორფოზა ირაკლი კობახიძის ერთდროს კარგი სპორტული ჟურნალისტი და კარგი იურისტი, როგორ გარდაიქმნა ქართული სპორტის კომაგების მტრად, როგორ გარდაიქმნა აი ამ იურიდიული სამყაროს და კი თავარ მტრად და დღეს მის მოშორებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და რომ მოიშორებს ირაკლი კობახიძეს. ძალიან ბედნიერი იქნება ქართული ოცნება. ეს არის რეალობა. ეს იგეგმება, ჩემო მეგობრებო, კი ირაკლი კობახიძეს და კახი კალაძეს უპირებს ივანიშვილი მოშორებას.